2015 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი შესაძლოა 36,000 ლარით გაიზარდოს. პროექტი ბიუროს ხდომაზე განიხილეს, მოგვიანებით საკითხზე კომისიებში იმსჯელებენ. ოპოზიცია დაინტერესდა აღნიშნული თანხა ბიუჯეტის რა პუნქტებზე განაწილდება, თუმცა უმცირესობა ამბობს, რომ პასუხი ვერ მიიღო. ბიუროს წევრთა გადაწყვეტილებით მომდევნო ხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის შესრულების ანგარიშსაც განიხილავენ. დავით ბაციკაძემ ბიუჯეტის დეტალურად გაწერილი პროექტი მოითხოვა. დეპუტატის თქმით, გამოვა ინიციატივით, რომელიც კომისიას დაავალდებულებს დეტალურად გაწერილი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს ხდომამდე მიაწოდოს. ბიუჯეტის პროექტი იყო მოუმზადებელი ხდომაზე. საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ფაქტიურად არ ქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რომელ პუნქტში იზრდება და რატო იზრდება ხარჯები და ბუნებრივია მე ვარ წინააღმდეგი იმისი, რომ გაიზარდოს ბიუჯეტი საერთოდ უმაღლეს საბჭოში. შეიძლება ეფექტურად მოხდეს ხარჯებს შორის გადანაწილება, მაგრამ ეს სხვა საკითხია და ამისთვის აუცილებელია დეტალური განხილვა, რაც ჩვენთან ჯერ არ მოხდა. მაინტერესებდა ჩაშლილი ბიუჯეტი, რომ შეიძლება რაღაც მუხლებში სხვა პრიორიტეტები გამოჩენილი და რა პრიორიტეტებია, რა დაგეგმა საფინანსო დეპარტამენტმა ეს მაინტერესებს ქონდა შარშანწინაც იმ მოწვევაშიც, ყველა მოწვევაში ერთნაირს ვიზახი. ჩემი ბრალი ეთყობა და აუცილებლად ინიციირებით წავა, რომ ყოველთვის როდესაც წავა ამ საკითხზე საუბარი, უმაღლეს საბჭოს ყველა დეპუტატს დაურიგდეს ეს ანუ ფორმას მოვიფიქრებთ, რომ თავიდანვე ვიცოდეთ რა როგორაა და აქტიურად რო იყოს შაბმული უმაღლეს საბჭოს დეპუტატები. რაც შეეხება ბატონ პეტრეს შეკითხვებს, რატო იზრდება ბიუჯეტი, ეს ყველა ბიუჯეტი არ გაზრდილა, ბიუჯეტის პროექტში, რომელიც თავმჯდომარე მოგვაწოდა, არის გაზრდა სულ რაღაც 36,000 ლარით. ეს არის დაახლოებით, ძალიან მცირე თანხა, ლაპარაკი არის თითქმის 5 მილიონი ბიუჯეტზე. და აი ეს თანხის მიზანშეწონილობა გაიზრდება თუ არ გაიზრდება, ამას განსაზღვრავენ კომისიები.